მოგესალმებით, ჩემო მეგობრებო, გამომწერებო, იუთუბელებო და ყველას უდიდესი მადლობა თქვენი გამოწერისთვის, თქვენი ლაიქებისთვის, თქვენი კომენტარებისთვის, რომელსაც არიშურებთ და ასე ვთქვათ, წერთ, ხო? ასევე პირადი კონსულტაციისთვის რომ მიკავშირდებით თქვენი ნდობისთვის, უდიდესი მადლობა და დღეს არის ესეთი ღირსშესანიშნავი დღე, ამაღლება უფლისაჩვენისა იესო ქრისტესი დღეს ამაღლდა ზეცა და მინდა რომ თქვენც ამაღლებულები, გახარებულები, ბედნიერები, გაბრწყინებულები და რაც თავარია, აყვავებულები ყოფილიყავით, აი სრული ადამიანი, ხო? აი რო იტყვიან, მეტობაში მყოფი, აი ყველაფერი რო გაქვს. და აი რაღაცნაირად დამშვიდებული რო ხარ და ბედნიერი რო ხარ და ეს შენი, ანუ აი ესეთი განწყობა, რომელიც გადამდებია და რა თქმა უნდა გადამდებია და შენს ირგვლივ აი ყველას აბედნიერებ, იმიტომ რომ შენ ამ დროს, ანუ ანათებ შინაგანად, რეალურად ესეა და ნათდებიან ის ხვებით და ეს შენი სიყვარული, შუქი, სინათლე, რაც გინდა დაარქვი, ეს გადადისა ესე ყველაზე და ეს არის ენერგია, ეს არის მეხუთე ელემენტი ეთერი. ხო, ახლა ცოტა ალქიმიაც ჩავრთოთ, ხო, მაგიაც ჩავრთოთ და ეს ყველაფერი და რა თქმა უნდა ფიზიკა და მეტაფიზიკა გადამდებია ჩემო კარგებო. გადამდებია სიყვარული, გადამდებია ბედნიერება, გადამდებია განწყობა, რაც თავარი, ამაღლებული და პირველ რიგში იმიტომ ვარ ბედნიერი, რომ აი ესეთი ენერგია შემოვიდა დღეს. ანუ ნახეთ, მე იმდენად ფაქიზად ვგრძნობ უკვე რამოდენიმე წელიწადია შეიძლება ითქვას, რაც დაიწყო ეს მაქსიმალური გადასვლა. შესავალს ვაკეთებ, სანამ კარტს ავიღებ ხელში, თუ არ გინდათ ჩემი შესავლის მოსმენა, კარტს რო დავიჭერ, აი მაშინ გადაახვიეთ და უყურეთ გაშვას. ხო, პირადზე იქნება გაშვა. მაგრამ მთავარი ეხა რა არის, ხო? ეს ენერგია, რომელიც შემოდის, აი დღეს მოდის, როგორი ენერგია იცით, ახლა მე გეუბნებით ჩემ პირად გამოცდილებას, ხო? ამაღლებული, გამარჯვებული, დამშვიდებული, დაწყნარებული, აი თითქოს, აი ადამიანს რომ პრობლემა არ აგაგ და ყველაფერი გაქვს და აი სამყარო შენთან არის, შენ ესე იგი შეერთებული ხარ ყველასთან და აი სრული სიყვარული და ჰარმონია და იდილია და ანუ ეს ისე მიხარია. ანუ არ ვიცი, აი შინაგანად ეს სიხარული მაქვს. მე ამას ანუ გადმოსაცემად, ხო, ძალიან რთულია. შეიძლება ბევრმა თქვას, რომ გიჟი ხარ, გარეკილი ხარ, ის ხარ, ეს ხარ. ნუ ანუ არ ვარ, ალბათ ნორმალური არ ვარ, მაგრამ კარგი გაგებით, ნახეთ. შინაგანად ჩემი ინტუიცია, ჩემი შინაგანი მდგომარეობა არის ესეთი, რომ აი ღმერთთან ვარ, აი ამ ნათელ ენერგიასთან ვარ, ჩემ ფარველებთან ვარ, ჩემ წმინდანებთან ვარ და მიხარია, აი ესეთი განწყობა მაქვს და ვიცი, რომ საქართველოს ანუ გაბრწყინდება, გაიმარჯვებს და აი სწორი გზით წავა, იმიტომ რომ ნახეთ ყველაფერი დეგრადირებული და არასწორი, ამოტრიალებული და ამოყირავებული, აკაცუკი, ტრაკაცუკი. ანუ უსქესოები არც ის, არც ეს სახელი რო არა აქვს სამყაროში. ყველაფერს აქვს თავის სახელი. ყველა იმ არსებას ქვია სახელი და შენ თუ მას მიმართავ და კითხავ სახელს, ის აუცილებლად გეტყვის მის სახელს. ნახეთ, მაგიაში, ანუ კანონი, სამყაროს კანონი. ყველაფერს აქვს თავისი სახელი. და როცა უსახელოა, ხო, ადამიანი, ანუ არც ქალია, არც კაცია, უსქესოა, უმსგავსოა, კაცუკი, ტრაკაცუკი. და ასე შემდეგ, ტაკაცუკი, ხო? მაკაცუკი. ანუ სამყარო ვერ ხედავს მას რეალურად, ვერ აღიქვავს, ნახე. და ეხლა ხო ესეთი ენერგია, რომ ყველაფერი უნდა გასწორდეს.
ის ზღვაც, ის ოკეანეც, რომელიც ღელავს, რატო ღელავს? რომ ამოატივტივოს ყველა ნაგავი, განთავისუფლდეს და გამორიყოს, გესმით? ეს არის ბუნებრივი სამყაროს ესეთი ინოვაციური შეიძლება ითქვას. ესეთი მოქმედება. ყველაფერში ეს არის ჩადებული. ანუ რა? სამყარო არის შექმნილი იდეალურად. შექმნა შემოქმედმა, მამა ღმერთმა, სადაც დაამკვიდრა ჰარმონია. ყველა არსებასთან, ყველა ცოცხალ არსებასთან, მცენარესთან, ხეებთან, ყვავილებთან, ანუ ყველაფერთან, ნახე? რომ ადამიანს შეუქმნა ჰარმონიზაცია და რა თქმა უნდა ზომიერება და ბალანსი არის დაცული ამ სამყაროში და იმიტოა ჰარმონია. და როცა ეს ირღვევა და ხდება ქაოსი, ნახეთ, ციკლური არის ყველაფერი, ხო? ფიზიკაში ასე გვასწავლიან. მერე ამ ქაოსიდან ყველაფერი უნდა დაალაგდეს. ისე უნდა მოვიდეს ჰარმონიზაცია, ყველაფერს დაერქვას თავის სახელი, რომ შენ შექმნა მამაკაცად, შენ შექმნა დედაკაცად, ეს მდედრობითია, ეს მამრობითია, ყველაფერი, ნახე, ყველაფერი, ყველა ასე ვთქვათ, მცენარეა თუ ცხოველია თუ ფრინველია, ასე დაყო მამა ღმერთმა. ნახე, ძნელი გასაგებია. და შენ რომელიც ხარ იმბეცილი სრული ამ სიტყვის გაგებით და აკაცუკ ტრაკაცუკებზე და რაღაც ახმოიდურ რაღაც მანკიერ რაღაცებზე მელაპარაკები შენ ჯერ ერთი შეპყრობილი ხარ ჩემო კარგო მერე მეორე დემონური ძალების და ქვედა ინსტალაციის წარმომადგენლებთან ხარ, იმიტომ რომ მხოლოდ მათ შეუძლიათ ტვინის არევა, მხოლოდ მათ შეუძლიათ ადამიანი ჩააგდონ ისეთ მდგომარეობაში, რომ ის ადამიანად აღარ იწოდებოდეს და ის ამბობდეს, იცი, მე მგონი ადამიანი არ ვარ, მე მგონი ბუ ვარ, მე მგონი ის ვარ, რა ქვია, თევზი ვარ, მე მგონი ხოჭო ვარ და ასე შემდეგ. ნუ ეს ხო აბსურდია, სრული აბსურდი. და იმიტომ რომ დღეს არის ესეთი ენერგიები და შემოვიდა ჰარმონია და ამაღლდა დედამიწის სიხშირე და ვიბრაცია ეს ნიშნავს ის რომ ამაღლება რატოა ეს სიტყვა ნახე ამაღლებული რა არის გავშიფროთ მოდით ხო ზოგადად ღმერთთან მეახლებას, სულიერებასთან, შენ უნდა ამაღლდე აი ამ მანკიერებაზე. შენ ის რო კალიგულა იყო და რომის მართველი, ხო? კეისარი და ცეზარი თუ რა ვიცი ვინც, ჩემ ფეხები. ანუ ის რო დაეცა მან იმ გარყვნილებაში, იმ მანკიერებაში და ანუ აი ამ უმსგავსოებაში რომ ჩაიძირა ასე ვთქვათ ხო და თავისი ხალხი ჩაძირა იმიტომაც დაიმსხრა და ნაცარწუტად დაიშალა უდიდესი რომის იმპერია ხო და ისტორიიდან ცნობილია კიდევ ბევრი ფაქტები ხო მე უბრალოდ კალიგულას ვადარებ იმიტომ რეინკარნაცია ჩვენი ერთ-ერთი პრეზიდენტის იქ ვივა მეჩიროზის ცოტა თანამედროვე რეინკარნაციაო ხო და ანუ რისი თქმა მინდა ხო და აი ესეთი არსებები ნახე სამყარო მათ თვითონ გაუსწორდება. სამყარო თვითონ მიუჩენს მათ ადგილს. ანუ ჩვენ ნათელ ღვთისშვილებს და ღვთისნაწილაკებს, ხო? უბრალოდ ჩვენ ვართ კურატორები. და აქ შვიდობის დამყარებისთვის იმ ადგილას დავიბადე, იმ ადგილას გავიზარდე და მომენიჭა ეს ადგილი, სადაც ეხლა ვარ ამაწყო დროში, რომ აქ მე, ჩემს ქვეყანაში, ჩემს ირგვლივ, ვისთანაც მაქვს შეხება, დავამკვიდრო ჰარმონია, მშვიდობა და იმ ადამიანებთან მქონდეს მშვიდობა, კაცთა შორის სათნოება, ღვთის დიდება და ღვთის სიყვარული.
ამინ. ასე სურს მამა ღმერთს და ვინც მის კანონში ეწინააღმდეგება, ვინც მის წინააღმდეგ წასულა, ის უბრალოდ გამქრალა. ჩემო კარგებო, გამქრალა. მე მგონი 10 წუთი საკმარისია შესავლისთვის. გადავედი ამ ამაღლებულ დღეს. ადამიანი, რომელმაც თქვენ ცხოვრებაში რაღაც ლეპტა წვლილი შეიტანა და დღემდე გახსოვთ. როგორ არის, რას ფიქრობს, რას გრძნობს და რა მდგომარეობაში ის იქნება ორი ვარიანტი, ჩაიფიქრეთ ან უყურეთ ორებს. ესე იგი, ვინც თქვენ გულშია ეხლა, ვისაც ვერ ივიწყებთ, გაქვთ სხვა ცხოვრება თუ თავისუფლები ხართ, არის ადამიანი, რომელსაც ვერ ივიწყებთ. მაშინ, როგორ არის ის დღეს, ჩაიფიქრეთ. წარმოიდგინეთ მისი სახე. თუ ფიქრობს და გიხსენებთ თქვენ, როგორც თქვენ იხსენებთ მას. უდიდესი მადლობა, ვინც წერთ მეხმაურებით და შემიძლია გავიგო თქვენი აზრი ჩემ გაშლებთან დაკავშირებით, რომ მქონდეს მოტივაცია, მონდომება, რომ მეტი გავშალოთ თქვენთვის, ჩემო კარგები. რაც შეეხება იმას, ეხა ზუსტად ის დროა, რომ ყველაფერი უნდა დადგეს თავის ადგილას, აი ხო არის, რომ აბურდავს რაღაცას, ხო? ადამიანი. და მე ის აბურდული უნდა გაასწორო. აი ესეთ მდგომარეობაში ვართ. ჩათვალეთ ჩვენი დედამიწა ეხლა აი ესეთ მდგომარეობაში. ის აბურდული, ის უმსგავსოება, ის არ ვიცი კიდე რა, სამყაროს შეცდომები უნდა გაასწოროს ეხლა თვითონ სამყარომ და მისმა წარმომადგენლებმა, რომლებიც უკვე აქ არიან, ჩემო კარგებო. და მიმდინარეობს აი ამ მეტაფიზიკურად ხსნი, აი ამ სიტუაციის გასწორება. და გადავედით ისევ ამ ადამიანზე, რამდენად გაუსწორდა მას ტვინი, აბურდული და რამდენად, ასე ვთქვათ, დაფიქრდა მის საქციელზე და ფიქრობს ახლა თქვენზე. პირველი ვარიანტი, ვინც ეხლა ხართ და ამ ვიდეოს უყურებთ და არა აქვს მნიშვნელობა როდის, მეორე ვარიანტი, აქტუალური იქნება, იმიტომ რომ ეს არის სამყაროს პასუხები თვითონ ზემოდან, როცა ვარ ესეთ ენერგიაზე და ჩემშია ეს სამყარო და მე ესე იგი უერთდები მის ენერგო-საინფორმაციო ველს და აი ხუჭავ თვალებს და ვხედავ მთელ დედამიწას და იქ ვარ, აი ნუ შუაში ვარ. ან ზემოდან დავყურებ ამ ყველაფერს და თან შეგრძნების დონეც აი ისე მაქვს, რომ გაფაქიზებული. აი ესე ვარ, არ ვიცი როგორ გადმოვცემ ამ ყველაფერს. მაგრამ რა ვიცი, მიხვდებით არ მიხვდებით, ესე ვარ. მოკლედ დავიწყეთ პირველი ვარიანტი, მეორე ვარიანტი. თქვენ აირჩიეთ ახლა თქვენი პირველი, მეორე. მოდით იყოს პირველი ეს. აი ესეთი ლამაზი. და იყოს მეორე ეს. ქვა ესეთი. პირველი, მეორე. აბა უყურეთ ახლა, რომლისკენაც გაგიწევთ გული. რომელი მხარეც დაგიძახებთ. არ უნდა დიდხანს. დავიწყებთ პირველით, გადავწიოთ იქით მეორე. აბა რა ხდება ახლა ამ ადამიანთან? გაუსწორდა ნეტა გონება. ეხლა აი ნახეთ როგორი სიტუაციაა. ეს ადამიანი იძულებული გახდა რაღაც სიტუაციების გამო, რომ ქონოდა სტაბილური მდგომარეობა, მონარქის კარტი ამოვიდა, ანუ რაღაცას ფლობს, ბიზნესი, ან თვითონ არის ისეთი რა, მოკლედ, ძლიერი
ეხლა მე არ ვამბობ, რომ პრინც ვილიამია და სამეფო იმის წარმომადგენელია, მაგრამ რაღაცა ესეთი აქვს, რა სტატუსი აქვს. და იმ პერიოდში, როცა, რა თქმა უნდა, გიხსენებთ, პირველ რიგში ეს არის, რომ გიხსენებთ, როცა მოხდა დაშორება, დაპაუზება, როგორც გინდათ ისე, საჯარო გაშლა და მოარგეთ თქვენ სიტუაციას, მართლა ძალიან დაღონებულა. ნახეთ, ჩაკეტვია ყველაფერი. ანუ მასში მოხდა რა, ნახეთ, აი თითქოს არა, ანუ ეს ადამიანი მარტო არ არის. ვხედავ მე, რომ მასთან არიან გარკვეული ადამიანები, ოჯახი, ანუ მონარქია. ხო? ახლა პირდაპირ გაგებით არა. მონარქია ეს არის, როცა ბევრ ხალხს განაგებს, რაღაცა ძალა აქვს, რაღაც სიტუაცია აქვს, ან სამსახური, ან არ ვიცი, ხო? მოკლედ, საჯარო გაშლა. და თვითონ არის მარტო და რატომ მოტყუებული და ანუ დაფარულად, ახე დამალულად, აი ესე დგას. განმარტოებული ეს ადამიანი, არ ვიცი ხა ვინ არის, მაგრამ მოტყუებულია და განმარტოებულია თვითონ. ადამიანი, რომელიც მაინც მარტო გრძნობს თავს და ყველაფერი, ანუ პირადი აქვს ჩაკეტილი. მიზეზი ხართ თქვენ, იმიტომ რომ ამოვიდა ქალი, რომელზეც ფიქრობს და გრძნობა აქვს და დიდი ხანია, ორი პერიოდი ამოდის, ანუ ორ თვეზე მეტია, ან ორი წელია, ან რაღაცა, ორს უკავშირდება, ხო? ორი დღე არ არის, იმიტომ რომ დიდი ხანია ეს ადამიანი ფიქრობს თქვენს. და გაუსწორდა გონება? თავარი ხო გონების გასწორებაა, ჩემი აზრით. ეს ადამიანი არის, აი, ამოვიდა კიდე აი ესე მოკლედ მონარქივით, თავის ტახტზე დამჯდარი, ჭიქით ხელში, გულგაპობილი. შეიძლება გონება კი გაუსწორდა, შემოკარგებოდა გონებით კი ხვდება, რაც დაკარგა თქვენის სახით, მაგრამ სამკუთხედი ამოდის, არ ვიცი ხა, ეს ადამიანი კი არ არის სამკუთხედში, ალბათ უფრო თქვენ. ან შეიძლება თვითონაც არის, მაგრამ სამკუთხედი რო ამოდის, ხო? და ეს კარტი რო ამოდის. ეს ნიშნავს, რომ თქვენ დაგტოვათ მან. სავარაუდოდ უფრო თქვენ დაგტოვათ მან და ამას თვითონაც განიცდის. მოხდა ისეთი რაღაცა, რომ უნდა მოკლედ წასულიყო ეს ადამიანი, ან გაგეშვათ თქვენ, რის გამოც თქვენ დღემდე ვერ ივიწყებთ მას და როგორც ჩანს, ვერც ის გივიწყებთ თქვენ. მაინც თუ არის შანსი მისი გამოჩენის, ხო? წასულია. ამოდის რომ წასული. ჯერჯერობით არ არის. სარეაბილიტაციო სიტუაცია აქვს ეხლა, ანუ ადამიანი, რომელიც მოიწამლება, the poison, ანუ საწამლოს რო დაალევინებენ და დააგდებენ და ძალას გამოაცლიან, ზოგადად ხო, ეხლა პირობითად პირდაპირ კი ნუ გაიგებთ ამ ყველაფერს, აი ესეთ მდგომარეობაში და თან ზედამხედველები რო ყვანან, რომ ანუ საწავა როგორ წავა და რა სიტუაციაში იქნება, ანუ ვიღაცებს ერთს კი არა რამოდენიმეს არ აწყობს, რომ მას კონდეს თქვენთან ურთიერთობა, ამიტომ ჯერჯერობით ეს ადამიანი თუმცა კი ფიქრობს და გიხსენებთ. და თვითონ წავიდა დაგტოვათ ესეც შეიძლება ეს მოტყუებაც იმიტომ ამოვიდა, რომ იცოდა თავიდანვე, რომ მოგატყუებდათ, არ ვიცი. საჯარო გაშლა, ანუ მიხვდით ახლა რასაც გულისხმობ და რასაც ვამბობ, მაგრამ ფაქტია, რომ ვიღაცებს არ აწყობთ, რომ ეს ადამიანი თქვენ დაგიბრუნდით და ჯერჯერობით, რა ვქნა, ახლა ამაღლებულ ხასიათზე კი ვარ, მაგრამ მინდოდა კარგი პროგნოზი ყოფილიყო, რაც ამოდის, იმას გეუბნებით, არ ვიცი, ვინ უყურებთ, ვინ ხართ, რა ხართ, მაგრამ აუცილებლად უნდა მეთქვა ალბათ. თქვენ თვითონ მიხვდებით ამას და დავიწყე მეორე ვარიანტი. აბა რა ხდება ამ ადამიანთან? ეს თქვათ გაციებული. ეს კიდე უარეს მდგომარეობაში. მე თო ჩემ რა ჭირთ ამ ხალხს?
ეს ანუ ამას საერთოდ რაღაც ის აქვს. ჯერ ერთი, ნახეთ რა. შეხედეთ ერთი კარტებს, ახლა ორაკულის კარტებია, ტაროს კარტია, მაგრამ ორაკულის სისტემაა. აქ ძალიან დიდი ბრძოლა. ამას სერიოზული პრობლემა, გაციებული, გამწარებული. ეხლა ვაფშე ქაოსი აქვს. მერე აი პირდაპირ ქეჩოზე კიდებენ და ნახე ეკაჩებიან, ანუ თითქოს რომ რაღაცა ნაბიჯი გადმოდგას, იმის საშუალებასაც არ აძლევენ. მეორე ვარიანტი ვინ არის? საწყალი. აი ეკაჩებიან, დააშავა რაღაცა, თავისი მოქმედებიდან გამომდინარე რაღაცა მოხდა ამ ადამიანში, ანუ რაღაცა მის ცხოვრებას უკავშირდება, ნახეთ, მან რაღაცა გააკეთა, რაღაცა ჩაიდინა ისეთი, რომ სულ აი აბურდვაზე რომ მქონდა საუბარი, აი ესე აბურდულად აქვს ახლა ყველაფერი. ძალიან ქაოსი აქვს. როგორც ცხოვრებაში, როგორც პირადში, ასევე ტვინში. მე ეკაჩებია, ნახე. ანუ აქ დამოკიდებულება, აქ რაღაცა მიდრეკილება და ანუ მისი ფარველი ანგელოზები ეხვეწებიან, რომ არ ჩაიდინო ეს. არ ჩაიდინო, იმიტომ რომ ეს ანუ მისთვის დამანგრეველია ეს რომ ჩაიდინოს, ანუ მის ჯანმრთელობას ემუქრება საფრთხე, უკვე დარღვეული აქვს ფსიქოემოციონალური მისი ფსიქიკა შერყეულია, უკვე სამკურნალოა. მე რა, ვინ არის ეს არ ვიცი. ეცადეთ. რა ხდება მეორე ადამიანთან? რაზე მალაპარაკებენ ასე არ ვიცი. რა ხდება მეორე ადამიანთან? აჩვენეთ. მოკლედ ამ ადამიანს აქვს სერიოზული პრობლემა ჯანმრთელობის მხრივ. შეიძლება ეხლა რაღაცას ანუ კარჩი რაღაცას იმაშვებიან რა. როგორ ვთქვა, ოპერაციას ხედავ, სამანტყოფოს ხედავ, რაღაც ძალიან უჭირს გამოსვლა მდგომარეობიდან, უნდა რომ გამოვიდეს, არის შანსი გამოსვლის, მაგრამ რაღაცა დაემართა, ტრამბულია თუ ფსიქოემოციონალურია, ზუსტად ყველაფერი ერთად არის გესმით, იმიტომ რომ ეს მოხდა რაღაცა, მოხდა ფსიქოემოციონალურ ფონზე. ფსიქოპატებს რომ ემართებათ რაღაც მომენტში, აფექტში რაღაცას რომ ჩაიდენენ, აი ესეთი რაღაცა. კარგად უნდა შევხედო. რაღაცა დალია თუ რაღაც სითხე, რაღაცა გააკეთა თუ არ ვიცი რა, მოკლედ და იმის ფონზე ანუ რაღაცა აერია და ეხლა ანუ მიმდინარეობს მისი გამოყვანა ამ მდგომარეობიდან. ძალიან ცუდ მდგომარეობაშია. აი გამოვა მაშინ ამ მდგომარეობიდან ეს მაინც ვკითხოთ. გამოვა ამ მდგომარეობიდან. კი, მაგრამ ცოტა ხანი ისე იქნება რა. კი, გამოვა. ქალის გამო მოხდა ეს ყველაფერი. არ ვიცი, ხა ეს არის საჯარო გახლა კიდევ ერთხელ ვიძახი, რაღაც პრობლემა აქვს, ვინც ჩაიფიქრეთ. ასე გაბუქებულად არ მინდოდა ამ ყველაფრის თქმა, მაგრამ ფაქტია, რომ ფსიქოემოციონალური პრობლემა ნამდვილად აქვს, ჯერ ერთი ტვინი, მერე მეორე არაადეკვატურია სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, მერე მესამე არ ვიცი, სმა უყვარს თუ რა რისი მიღება უყვარს, ის ანგრევს, რასაც აკეთებს. სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, უნდა რომ დაიმშვიდოს თავი, მაგრამ უარესი მოზგის.
ეხლა ესეთი ინფორმაცია მოვიდა და არ ვიცი ვიზზე და ასეთ მდგომარეობაში ხა ეს ადამიანი ნამდვილად ვერავიზე ვერ იფიქრებს. ხო. ფსიქიურად აშლილობილი რო ხარ და არაადეკვატური ვიზე უნდა იფიქრო, მაგრამ თუ გამოვა და თუ დაულაგდება სიტუაცია, ვინც არ უნდა იყოს ის, ნახოთ მისი მდგომარეობა. კი, გამოვა, დაულაგდება აუცილებლად. ცოტა ხანგრძლივი პერიოდია, მაგრამ აღდგენა მოდის. მადლობა ღმერთს, ამისთვისაც დიდი მადლობა. ყველა გადაარჩინოს ღმერთმა და ყველა კარგად ამყოფოს. თან ამაღლება დღეს. მაგრამ ესეც ალბათ გაკვეთილი იყო მისთვის, იმიტომ რომ ზუსტად აი ამოვარდა ეხა თავისით ეს კარტი, რაღაც მომენტში როცა ტრიალებდა სწორად, მეორე медали მისი მხარე, მისი ბუნების არის, ანუ ეს დემონური რამაც დაუნგრია ფსიქიკა, ანუ ანიქით ხარ, ანაქით ხარ, ესე არ შეიძლება. ჩემო მეგობრებო, დღეს მოვიდა დრო, როცა შენ უნდა აირჩიო სათხარ, ამათან ქვემოთ თუ ზემოთ. ასე რომ თვითონ აქ ეხა პრობლემა, ნახეთ. იმედია გონს მოეგება და აირჩევს სწორ მხარეს, თავისუფალნებაში არ ერევიან, ღმერთმა უშველოს, ღმერთმა სწორ გზაზე დააყენოს და მე, რა თქმა უნდა, მჯერა და მწამს ღვთის მოწყალების და სამართლიანობის აღდგენის, რომელიც ძალიან მალე აღდგება და ჩვენს ქვეყანაშიც დამყარდება ჰარმონია, შვიდობა, დასტაბილურდება ყველაფერი და ჩვენ მართლა ვიქნებით აი ეს ამაყიერი, იცით რითი ჩვენი იდენტურობით, ჩვენი სარწმუნოებით, ჩვენი სულიერებით, ჩვენი პიროვნული, ჩვენი წინაპრული სიწმინდეებით და აი ამ ყველაფრით და ტრადიციებით, რა თქმა უნდა, რომელიც დღემდე გვაქვს და აი ამ ყველაფრით ჩვენ ვიამაყებთ და მთელი მსოფლიო დადგება ჩვენ მხარეს და მთელი მსოფლიო გაიგებს საქართველოს. თუ არ გაუგია, მაგრამ უკვე მე მგონი გაიგეს მე მგონი, გაიგეს, კი. აი ზუსტად სამაგალითო ქვეყანა ვიქნებით ჩვენ. ხო და იმ მეორე მხარეს კიდე ძალიან ლამაზად ხალხო გონს მოდი და შეინანეთ, იმიტომ რომ სამყარო კანონზომიერია და სამყარო დღეს და ჩვენი დედამიწა, ჩვენი აი ეს მატრიცული სისტემა ისეთ მდგომარეობაშია უკვე მისული, რომ იმატებს სიხშირე, იმატებს ვიბრაცია და ყველაფერი დამალული, დაფარული გამჟღავნდება. ყველაფერი ამოტივტივდება და ის მანკიერი რაც არის, უბრალოდ შენ ვეღარ, ანუ რეზონანსში ვერ მოხვდები, გესმის, აი ამ მაღალ ენერგეტიკასთან. შენი ვიბრაცია იქნება დაბალი და ეს ხომ სიხშირეა, ჩემო კარგებო, ეს ხომ ვიბრაცია. და რო ამბობენ ვეღარ ვიბრირებ, ხო? ანუ vibration ვეღარ იქნები, გესმის? და ეს თუ ვერ იქნები, გაქრები და ეს დრო მოვიდა. ასე რომ ჩვენთან არს ღმერთი, აბა თქვენ იცით.